ქოციქალები არ ცხვენენ ქართველი ქალის სახელს. აი ჩვენ რომლებიც ვამაყობთ ქართველები დედების, რა ვიცი, ქალებისადმი პატივისცემის და ქართლის დედა და დედამიწა და დედაენა, აი ეს ყველაფერი არის ამოსმული ტრაქში ქოციქალების მიერ. და მარტივ მაგალითებს ჩამოგითვლით ახლა რამდენიც გამახსენდება, რა ვიცი. ეს ბათუმის უნივერსიტეტის პროფესორმა გუშინ სტუდენტი გოგოროსცემა ხელმოწერების შეგროვების დროს შუაქუჩაში ეს ყველამ ნახა. თიაწულუკიანი გამოვიდა და იმ მოძალადე პოლიციელებს მიმართა. საყვედურობთო, სალაპარაკო გახადეთ ეს საქმეო, ჩვენ იმდენი მტრები ყავს და ყველას ეს გაეხარაო. ანუ ის კი არ დაგმოო, რომ ეს ამაზრზენი იყო, როცა მთელი კოდოლა ერთ კაცს სცემდა წიხლებით. არამედ სალაპარაკო რო გაგვიხადეთო. სალაპარაკო რო არ გავხდარიყო, ანუ ეს რა გავცელებულიყო ეს კადრები, თიაწულუკიანს ფეხებზე არ კიდია ეხლა. მამა მოსამართლე ყავდა, ვიცით ყველა, აქვია სიკვდილის განაჩენებს აქეთ იქით ყრიდა. რა პრობლემაა ჯარათიასთვის. აი ეს არის ქალის სახე, ქოციქალის სახე, რომელიც იმაზე კი არ წუხს. რომ სისტემური დანაშაულია და ჩალპა კორუფციაში და ძალადობაში პოლიცია და მთელი სისტემა. ქოც რეჟიმი. არამედ იმაზე სალაპარაკო როგორ გახადეთო, ისე როგორ ვერცემეთო, რომ ეს არავის არ გაევცელებინა და გადაეღო. ნინო კუზანოვა არის აგერ და პოსტი დაწერა, კაცო. ეს გორშინაცემი კაცი რაღა ვივამბეთს მოასყდაო. გორიდან თბილისამდე უამრავი ის არისო, კლინიკა არისო. ჩემთან რატო მოვიდაო, ვერ გავიგეო. აბა ხიხიები რო ვართო, ანუ იღლიცინა რა, ნაცემ ნაგვემ კაცზე, პაციენტზე, კლინიკის დირექტორმა იღლიცინა, ჩემთან რას მოასყდაო, სხვა კლინიკები არ არისო? აი ეს არის ქოციქალის სახე, დედა, ბებია. კუზანოვა ხო ბებია, კარგა ხანია, ცქრიალებს იქ. რომელი ერთი ჩამოვთვალო, კაცო. აგერ დუშენის დავადებიან ბავშვებზე ღიად თქვა ვეღაც ქოცალაქალმა, რომელი აინშტაინებერი მყავდნენ, რომ მაგათ გადავაკვდეთ და ყურადღება მივაქციათო. კიდევ რა ვიცი, რამდენი ერთი. ნინო წილოსანმა აგერ საერთოდ თქვა, რომ ჩვენ ჯარიმებს სპეციალურად იმიტომ ზრდითო, რომ ადამიანებს ვაიძულოთ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ასვლა და თავისი მანქანების იქ მიყრაო. მეტი რაღა უნდა თქვას, კაცო. კუდიგორის მთაზე მთის ისე მოაჭარა, რა ქვია, თავი და იქ საუნას და რა ვიცი, ბოსელს თუ ბორდელს აშენებს თავისთვის ასტუმროს. აი ეს არის, მეგობრებო, რამდენი ასეთი მაგალითის ჩამოთვლა შეგვიძლია? თქვენ ჩამოთვალეთ. ქოციქალების დიადი სახე. ეხლა იმაზე აღარ ვლაპარაკობ, რომ მასობრივად ულეწეს თაყბა და სახისძულები ბავშვებს რუსთაველის გამზირზე და ქოციქალები გულშემატკივრობდნენ ამას. პოლიცია გმირი არისო, აბა რა, დედები, ბებიები, ქალები, ბავშვების სახისძულების მასობრივ მტრევას ტაშს უკრავდნენ. ჩუმად კი არ იყვნენ, ამართლებდნენ. აი ეს არის ქოციქალი. და ეხლა თავად განსაჯეთ. ღირსნი არიან ისინი იწოდებოდნენ ქართველ ქალებად და ქართველ დედებად და შეურაცხყოფენ თუ არა საერთოდ ადამიანთა მოდგმას თავიანთი არსებობით. გავრცელეთ ეს ვიდეო და ბევრმა ადამიანმა გამოთქვით საკუთარი აზრი.